მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, იმედი მაქვს რომ ხართ ძალიან კარგ განწყობაზე, ამაღლებულ განწყობაზე და ეხლა კიდევ უფრო მეტად შევეცდები ავამაღლო თქვენი განწყობა. ალბათ ბევრმა თქვენგანმა წაიკითხა უკვე ჩემს მიერ დადებული პოსტი და კიდევ ერთხელ განმეორდები და გავაჟღერებ, რომ Black Friday-სთან დაკავშირებით მინდოდა თქვენთვის გამეკეთებინა ერთგვარი საჩუქარი, რომელიც ამოქმედდება ხვალიდან მომდევნო 1 კვირის განმავლობაში. თქვენ შეგეძლებათ ჩემთან გაიაროთ 50%-იანი ფასდაკლებით პირადი კონსულტაცია და ასე ვთქვათ, ბონუსის სახით შემდეგ კონსულტაციის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით 2026 წლის ბარათი. სადაც აღწერილი იქნება პროგნოზი თუ რაგვარად წარიმართება და ჩაივლის 2026 წელი თქვენთვის. მივუბრუნეთ დღევანდელ თემას, თუ რა გაშლით მოვედით თქვენთან, ეს იქნება თქვენს მიერ კითხვით, ეს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თუ რას გრძნობს თქვენს მიმართ. მოდით მე სანამ დასტას მოვამზადებ, თქვენ ჩაიფიქრეთ ადამიანი, რომელიც გიყვართ, რომელზეც ფიქრობთ და ვნახოთ დღეს რას გვეტყვის ტარო მის შესახებ, რას გრძნობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. დასტა მზად არის და ვნახოთ მას ასე, რას გრძნობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. მე ახლა გავაკეთებ მოკლე სიგნიფიკაციას იმისთვის, რომ თქვენ წარმოდგენა გქონდეთ თუ რეზონირდება თუ არა დღევანდელი გაშლა. რა თქმა უნდა, ეს არის საჯარო გაშლა, შეიძლება 100-დან 100% არ რეზონირდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც ღირს ხომ ბოლომდე გაშლის ყურება. მაშ ასე, ვნახოთ, დღევანდელი გაშლა ვიზე იქნება. დღევანდელი გაშლა ჩემო ძვირფასებო იქნება ადამიანზე, რომელიც იმყოფება სამკუთხედში. ადამიანთა შორის, წყვილს შორის, სადაც არის დაძაბული სიტუაცია და აქ შეიძლება დროებითი პაუზაც იყოს აღებული. კიდევ მოდით დავყოთ ესე ფენებად, ხომ? რეზონირდება კიდევ ადამიანზე, რომელსაც ოჯახი ყავს, აქ შესაძლოა ყავდეთ თქვენ შვილებიც და ადამიანზე, წყვილზე, რომელთაც ახალი დაწყებული აქვს